ძალიან ბევრი საყურადღებო ამბავია ბორიასტანსა და მის გარშემო, მაგრამ ამ ერთს ვერანაირად ვერ ავავლი გვერდს. 2 წელი შესრულდა თამაზ გინტურის მკვლელობიდან. 2 წელი. პირველივე წუთიდან ვიცით, რომ ეს არა ვიღაც დაუსახელებელმა ბანდიტმა სეპარატისტებმა გააკეთეს, არამედ რუსებმა. არც ოს საუჭედავს ეგ ტაძარი. ისიც ისევე დადიოდა სალოცავად, როგორც ქართველი. ტაძარი აჭედა რუსმა. თამაზ გინტურსაც რუსმა ესროლა. ზუსტად ასე ჩაწერა საკუთარ რეზოლუციაში ევროპარლამენტმაც, რასაც მხარი 495 დეპუტატმა დაუჭირა. გამოძიება ქართულმა მხარემ ფორმალურად მაშინვე დაიწყო 2 მუხლით და ახლა მინდა ვიკითხო. ხო ვიცით რომ მაგრები ხართ. თქვენ შიში ჩინეთში ურანის მყიდველს ვერ გაუვლია და საქართველოში კიდე ნირბიან კაცს. და ამ გამოძიებით რა დაადგინეთ? ვინ ესროლა? გვარები, სახელები, წოდებები, თანამდებობები, ცვლის უფროსი, განწესის მეთაური, საგუშაგოს მეთაური. ამათი სახელები გვინდა და წოდებები. და ესენი გვინდა ბორკილებით. იმ ციხეებში, სადაც თქვენ ყრით პატრიოტებს საქართველოსი. ეგ თუ არ გამოგდით, გითხარით, რომ ყველა დამნაშავე ლიკვიდირებულია. ერთი მაინც, ის ვინც გამოკრა სასახლეც. როგორც ამას თავმოყარე ქვეყნის სპეცსამსახურები გააკეთებდნენ. არამედ სხვა გითხარით. შურისგების რამე სხვა ფორმა, რომელიც მიეწიათ ქართველების მკვლელებს, დაწყებული 420-ას მკვლელი კარჯიოღლით. გითხარით და ჩვენც ძალიან გაგვიხარდება. მოგიწონებდა იქნებ მე ხმაც მოგცეთ შემდეგ არჩევნებზე, თუ კიდევ ოდესმე დანიშნავთ. იქამდე ლომისავ, შენს ძალას ვენაცვალე და შენი ამჭედისა და საქმის ჯამბარცხავის ვეცი. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა.